მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube каналს და უყურებთ მორიგ ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ ალბათ მარტივად მიხვდებით სადაც ვართ უყურებით პარიზში სადაც უნდა დავესწროთ ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო მატჩ PSG-ს მაისურით ჩვენ აქ ვართ მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას ვთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი პარიზში ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო მატჩზე PSG-ს მაისურით წავედით მეგობრებო, რა უნდა გაგვიკეთებია პირველი პარიზში ჩამოსვლის შემდეგ მატჩამდე, რა თქმა უნდა, ვესტუმრებით PSG-ს ხანშობს და შევიძენთ ხვიჩა კვარაცხელიას მაისურს, წამომყევით. ვაუ, მე მგონი რიგებია. ვაუ, რა თქმა უნდა, მეგობრებო. პირველი არის დააფიქსირეთ. პირველი არის ხვიჩას მაისური. Αγაზიაში რა თქმა უნდა შევიძინოთ ჩემპიონს 2024 დააფიქსირე. სულ ხვიჩას მაისურებია. ხვიჩა. რა თქმა უნდა ახალი ფეხბურთელია. გრანდიოზული გახვედრით და დიდი ინტერესი იქნება ხვიჩაზე. რა უნდა ვქნათ ჩვენ უნდა დავაპრინტინოთ მაისურზე გვარი. ხვიჩა კვარაცხელია. მეგობრებო, მივდივართ უკვე სტადიონისკენ, სამწუხაროდ წვიმს, გვარამ ზიანი ნეაპოლიდან გადმოინაცვლა წვიმიან პარიზში. საკმაოდ ცივა, თუმცა ჩვენთან არის ნიუ ბალანსი და იმედი არ გავიყინებით. შეგახსენებთ, რომ ნიუ ბალანსის მაღაზიებსა თუ საიტზე საფეხბურთო კოლექციის შეძენისას თუ გამოიყენებთ პრომოკოდ GeoTeam-ს, მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას. წამოდით და ვნახოთ რა სიტუაცია დაგვხვდება თვითონ სტადიონთან. პირდაპირ ამერიკიდან. როგორა? ძალიან დასვენებული სახით ხარ, ხო? კი. როგორც ჩვევია. წეს კაი განწყობით უნდა მოდიოდე ხა იქიდან და აქეთაც. და აქედან უფრო კაი განწყობით ჩავალთ მე საქართველოში. ნახოთ. ველოდებს იგი magic კადრებს. გოლს. მოსულა. მეგობრებო, ახლა მე ვარ PSG-ს ფანშოპში. ჩამოვული გულშემატკივრებში და ნახოთ მათი ქართული ახალწლოვლის ხვიჩა კვარაცხელიას სახელს და გვარს ამდენად გამართლოთ იტყვიან. ვინ მარტივად, ვის გაუჭირდება, წამომყევით. Gvisha Varashaya. Le nom. Kvaratskhelia. Oui, Kvaratskhelia. Oh. Bro? No. No, not at all. No, sorry. გამარჯობა. თქვენ PSG-ს გულშემატკივარი ხართ. შეგიძლიათ რომ გვითხრათ თქვენი ახალწლოვლის 7 ნომრის სახელი და გვარი გამართულად? ვერ გამოვთქვა. აი მეგობრებო, ესე უჭირთ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას სახელის და გვარის თქმა. მაგრამ იმედი როგორც ნაპოლიში დახვეწეს, ესე გააუმჯობესებენ. Well, I think it's for sure something new to the team because I think after Mbappé leaving and Messi leaving and all these big names, of course we have Barkala, we have Dembele, but I feel like it's been a stagnation of sort in the team, and now I feel like with Quicha coming in charge, it'll be something different, and it will be for sure a new page to the history of PSG. And I'm also very inspired by his career because I feel like for some time he was like playing it safe. He was in Russia, he was in Georgia, and now as soon as he kind of went out of his comfort zone, I feel like I'm not professional whatsoever.
but now we can see him really being a top player, one of the best players, I think, in the world and in Europe, and seeing him in Napoli and winning the championship of Italy, I think it's brilliant. And now he's in PSG, and I'm just very excited for him, even though I don't know him, but I think it's going to be very nice. Maybe not in this season, but I think they have to go and win the Champions League because it's their long-awaited dream, and it will be really nice for them to finally achieve that. And I hope that Kvicha will actually come in handy and will get PSG to that next level. PSG-ს მინდორზე გავდივართ ახლა და გავდივართ ლაბირინთს, გზას ვნახოთ აბა რა დავხდება იქ. ნუ კაი რაღაც უნდა ვხდეს ყველა ვარიანტში. ესეც Stade de France. ესეც Parc de France ვართ უკვე. Your top 3 stadium in France. Top 3 stadium? Yes. There is Lyon. Lyon 1 is nice. Louis II as well. Like Monaco. Yes. And Velodrome. It's really, really nice. PSG is good as well. სტადიონზე ვართ მეგობრებო. შვენიერი სტადიონია მართლა, რა დაეწუნება ჩვენგან. თუმცა ერთ-ერთი რაც ცუდია თქმა უნდა ვიცი არის წვიმა. თუმცა იმდენად დიდია მოლოდინი ამ მატჩის რომ წვიმა და ვერაფერი ხელს ვერ შეგვიშლის. ველოდებით კვარას დებიუტს ფრანგულ გრანჩი და ველოდებით რა თქმა უნდა მის პირველ გოლს ან საგოლე მოქმედებას PSG-ს მაისურით. კვარა სასტარტოშია, პირველივე მატჩს, პირველივე წუთიდან დაიწყებს. ჩვენს უკვე ხედავთ საშინელი წვიმაა. მატჩამდე 9 საათია დარჩენილი, გუნდები ჯერ კიდევ არ გამოსულა გასახლებად, გუნდები და PSG არ გამოსულა ჯერ გასახლებად. და 15 წუთში უნდა დაიწყოს ხვიჩა კვარაცხელიას პრეზენტაცია. როგორც PSG-ს ფეხბურთელი სტადიონზე, ასე რომ ველოდებით სანახაობას, როგორც მატჩამდე პრეზენტაციის სახით, ასევე მატჩის მიმდინარეობისგან ხვიჩა კვარაცხელიასგან.
დაიწყო ვარას პრეზენტაცია დაგვიანოსეს, თუმცა შევთანხმდით, რომ არაფერი განსაკუთრებული. ხუჭა ძალიან უხდება PSG-ს მაისური. წინ თელი თამაში გვაქვს და ნახოთ ჯერა იმის რომ ძალიან მაგარი ემოციები დაიდება დღევანდელი თამაშში. დანარჩენი უკვე ჩვენზე აღარაა დამოკიდებული. Maçis 30 წუთისთვის ხუჭა უმომენტოდ არის ჯერჯერობით, თუმცა რამოს კონდა სასწაული მომენტი და მეკარემ აუღო ბურთი. ვერ ვიტყვი რომ PSG ამ მომენტისთვის უპირატესობას მოს. იმედია მოუმატებენ. პირველი ტაიმი დასრულებულია PSG-სა და რეიმს შორის 0-0. რა შეგვიძლია ვთქვათ პირველ ნახევარზე უმომენტო თამაში იყო, როცა შემადგენლობა ვნახეთ გაგვიკურდა ყველას ერთად, გაგვიყარდა ეს რომ ყველა სასტარტო შემადგენლობაში იყოს, თუმცა გაგვიკურდა ეს რომ უაზროდ ბევრი შემტევი იყო ერთად ლუის ენიკეს არჩევანში, რაც იწვევს იმას, რომ ინდივიდუალური თამაში უნდა ყველას და მომენტები არ არის. პირველი ტაიმის საუკეთესო მომენტი არის სასახად გულშემატკივარი. პირველ ტაიმში ძალიან კარგი პერფორმანსია. რასაც თამაშზე ვერ ვიტყვი. ძალიან კარგი რაღაცა. პირველ ტაიმის საუკეთესო მომენტი არის გულშემატკივარი. აი გუნდა მეთქვა წეგან. აქ რაღაცა თამაში არის და ყველა ფოტოგრაფი ვაფშე ვიცი. აქ შეტრიალდა იმატებდა. ო. შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, მადლობას ვუხდით მათ რომ ჩვენ გვერდში დგანან და გვეხმარებიან გადავღოთ საინტერესო ვიდეოები. ახლა იგი წამომყევით და ნახოთ რა მოხდება მეორე ტაიმში. იმედია იმაზე ბევრად უკეთესი მეორე ნახევარი გვექნება ვიდრე ეს ხო პირველი. მეორე ტაიმი დაიწყო იდეალურად. მაჩის 47 წუთზე ხუჭა კვარაცხელია საგოლე პასით. უსლან დემბელემ გაიტანა 1-0 იგებს PSG. 56 წუთზე რეიმსი ათანაბრებს ანგარის 1-1 ყველაფერი იწყება თავიდან. სადებიუტო მატჩი ხუჭა 93 წუთზე შეცვალა ლუის ენრიკემ პირველი თამაშისთვის ასისტით ვიწყებთ. საგოლე მოქმედებით არ არის ცუდი და საწყისი. დანარჩენი გოლები და უფრო მეტი კი დარწმუნებული ვარ შემდეგში მოვა. 1-1-ია 95 წუთისთვის და რა ვიცი. ამ მომენტისთვის არ გავს PSG ამ თამაშის მომგებს. მატჩი დასრულდა 1-1. PSG მკულები დაკარგა. ხალკი მივდივარ თამაშის შემდეგ ფლეშ ზონაში. ხუჭა უნდა ვნახო. ხუჭა. We gotta go after. We can't see. We're gonna go after Fischer. Yes, I make photo. Okay. Sorry.
იგივე უნდა მალაპარაკო ყველაფერი. ეხლა სხვა კითხოს დაგისო მე. პირველ რიგში დებიუტი რო შეაფასო და მაყოფილი ხარ დასაწყისით. ყოფილი ვერ ვიქნები ალბათ, იმიტომ რომ ვერ მოვიგებ დებიუტზე, მაგრამ ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად მიდის, ცოტა მჭირდება რომ უფრო გავიხსნა მოედანზე და მოედნის გარეთაც და ფიქრობ ყველაფერი კარგად მიდის და მალე ვაჩვენებთ იმ ყველაფერს, რასაც ყველა ელოდება. ლუის ენრიკემ რა გითხრა, რას ელოდება შენგან, თავიდან იყავი მარცხნივ, შემდეგ შუაში შემოიწიე, რა გითხრა თამაშამდე? საერთოდ სტილი არის ისეთი, რომ ყველა ფეხბურთელს შეუძლია შეტევაში როტაცია, მოძრაობა, გინდა შუაში ხვალ, გინდა ფლანგზე გახვალ, ან სხვას გაუცვლია, ასე ვთქვათ, პოზიციებს და ძალიან თავისუფლება გაქვს მოედანზე და ძალიან კარგია ჩემთვის მეხმარება ეს ყველაფერი და ძალიან თავისუფლად გრძნობ და ამას ნელ-ნელა თამაშებში ვაჩვენებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია ჩემთვის. შენ საუკეთესო მეგობრმა ზურიკო დავითარშუნოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამარცხო, რომ თამაში ვხდები, რომ რამესის გაუგზავნედი ზურიკოს. ზურიკოსთან 1-0 მაქვს მე მგონი იქ რუსეთში რო ვიყავით მაშინ მოვუგე ერთი და ისიც რომ FIFA-ში თქვა რომ რაღაც ვუგებო და რაღაცები ეგეც წავიკითხე და აი ეგეთი აბსურდი ჯერ არ მომისმენია მისგან და ჯობია რომ სიმართლე ილაპარაკოს და არავინ ასე ვთქვათ არ შეიყვანოს შეცდომაში თითქმის ყველა ჩვენ ახლობელმა იცის ვინ არის FIFA-ში უკეთესი და ფიქრობ რომ ჯობია სწორი რაღაცები ილაპარაკოს ჩვენ ზურიკოს და უნდა ყარა ჯეოთიმზე კარგად დავახერხე. ნახო. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვლოგი კვარას PSG-ში სადებიუტო მატჩიდან დასრულებულია. ნახეთ როგორი ატმოსფერო დახვდა კვარას პარიზში, ნახეთ კვარას მატჩში მდგომი კომენტარი, ნახეთ რომ თურმე ზურიკო იტყუება. სადაც ვფიქრობ გაეცემა თავის პასუხი. მედია მოგეწონათ ვლოგი და გთხოვთ რომ გამოიწეროთ. ჩვენი YouTube არხი ეს ვიდეო მოიწონოთ, ველოდებით თქვენს კომენტარებს. მადლობა Setanta Sports რომელიც აგვეხმარა აკრედიტაციაში და მათ აქვს ძალიან კარგი პრომო კოდი GO30 გამოიყენე რეგისტრაციისას setanta.sports.com-ზე რეგისტრაციისას და მიიღე 30%-იანი ფასდაკლება და უყურე ყველა ევროპულ ტოპ ჩემპიონატს Setanta Sports-ზე. მადლობა მათ რომ ჩვენ აქ ვიყავით აკრედიტაციით. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.